Do, re, mi, fa, sol, la, si, do, si, la, sol, fa, mi, re, do, si. გამღერებას ვაკეთებ, იმიტომ რომ მინდა რომ ვიმღერო. რადგან ისეთი მომღერალი მყავს, რომ არ მინდა შევრცხვე, ძალიან გთხოვთ, მივესალმოთ ჩვენი სტუმარია ელენე მურმანიშვილი. მობრძანდით ელენე. სასიამოვნოა ძალიან თქვენი მობრძანება. როგორ ბრძანდებით? დააბრძანდით. აი, ხედავ, რაღაცა გამღერებას ვაკეთებდი, რომ რაღაც შესაბამისად შეგვედროდი. არ ვიცი რა გამომივიდა, მაგრამ მაინც. რა მაგარი ხმა გაქვს შენ? აი, ძალიან მაგარი ხმა. საიდანა გაქეკა? რა, ყველა მაგას ვეკითხება. მართლა? რაღაც სადღაც ხო იშოვე. თულის ბაბუას ხო არ წაართვი შენ შემთხვევით? არა. არა? იმას კაი ხმა აქვს ხოლმე და რაღაცები და ან ხო არ თხოვე და ჩამოგიტანა იმან? არა? კარგი. სიმღერის გარდა რას აკეთებ მომიყევი? ტანვარჯიშზე დავდივარ და მუსიკალურ სკოლაში. შესანიშნავი, ტანვარჯიშზე და მუსიკალურ სკოლაში. მუსიკალურ სკოლაში ღერი თუ უკრავ თუ რა შვები? ვუკრავ მღერი. რაზე უკრავ? ფორტეპიანოზე? ხო, მღერი. სოლფეჯიო? გუნდის. ხო და მეც მინდა რომ გუნდში მღეროდე და ეხლა წეგან რომ საუბრობდი ჩვენ რაღაცეებზე. ანუ მაქვს რამე პერსპექტივა, როგორ ფიქრობ? იქნება მეც რაღაცა გამოვიდა. ნახოთ. გაგამღერო? როგორ უნდა ვნახოთ? გამღერებით. და თუ მომეწონი 10 წელში აგიყვან. წარმოგიდგენია, რას მინდა შემამოწმე რა. აბა, რა უნდა ვქნა? მე ხა ვიმღერე. აბა? და შენ მერე გააკეთე. კი, შევეცდები. ხო. აბა? კაია. მიღებული ვარ? კი, ნახოთ. შეიძლება რაღაცა გამოვიდეს ჩემგანაც. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა რა მაინტერესებს, შეყვარებული თუ ყავს შენ? კაი. ესე ამბობთ სულ ყველანი და მე ცოტა ხანში რომ ვისაუბრებთ ხოლმე, ბოლოს მოდიხართ და ყურში მეუბნებით სახელსაც და გვარსაც. არა, გეყოლება. არ ყავს. მაგრამ მოწონვა. მოწონხარ. მე გრძნობ რომ მოწონხარ? როგორ აშვება ის ადამიანი, რომელსაც მოწონხარ? როგორ გაგრძნობინა? რა ვისხებს აგზავნის. ვისხებს აგზავნის სათქმელად რომ მომწონსო? და თვითონ რატო არ მოდის? მრავი. შეგიძლია ახლა შეხედო და უთხრა რომ მოვიდეს თვითონ? თუ არ გინდა რომ მოვიდეს? არ უნდა. მაგრამ კიდე რომ გამოაგზავნოს ვიღაცეები? რა ეშველება მაგ ამბავს? არ ვიცი. რავი, დიდი ხანი არ გამოგზავნია ახლა. დიდი ხანი არ გამოჩენილად. ძალიან კარგი. გამოჩდით, კაცო. მე ვიცი რომ ეგ ერთი კი არა, იცი რამდენი იქნება კიდევ? ბევრი იქნება. აი ეს რა იცი რომ ბევრია? ბევრი საგზავნის და იმიტომ. არა, ბევრს კი, მაგრამ ბევრს მოეწონები მეთქი კიდევ. და კიდე ბევრი აგზავნის. კიდევ, ანუ სხვებიც არიან, კაცო? სასწაული. მამა, როგორ უყურებთ ამ ამბავს? ხო, უნდა ძალიან რთული გასაძლებელი. მე როგორც გოგოს მამა, გეუბნებით, რომ ეს არ არის ადვილის საქმე, პირდაპირ გეუბნებით. აი, როდესაც არ მღერი, მაგალითად, არ ტანვარჯიშზე არ ხარ. თავისუფალ დროს? ხო, თავისუფალ დროს, კი ბატონო. გააქვს ეგეთი, თავისუფალი დრო თუ გაქვს? კი, უფრო კვირაა. კვირა, ეგა? აი, კვირას რაზე ოცნებობ ხო? აი, ვინ უნდა მეცადინეობას თუ არ ჩავთვლით? მე კვირასაც მეცადინეობ, მამა. დავალებებ სკოლაში. კვირას ხო უნდა დაისვენ? არა, გაქვს დასვენების არც ერთი წამი? აი, მშობლები, მესმის, მაგრამ აი ისევ ეხლა ჯობია ისწავლონ, კი, ნამდვილად მართალია, მაგრამ აი, კარგი, გავანებოთ თავი. რაზე ოცნებობ ასე დავსვავ შეკითხვას? კარგი მომღერალი რომ გამოვიდე და ჩემი ბენდი რომ მქონდეს. და მე აგიყვან შენ. მართლა? მე დაკვრა ვიცი. ან დაკვრაზე, ან ვოკალზე. ვოკალზე შეიძლება რომ ამიყვანო და დუეტში რამე სიმღერა რომ ვიმღერო, შესაძლებელია? ხო მაგარი იქნება. აი ესეთი პერსპექტივის წინაშე ვდგავარ მე, სხვათა შორის რომ მიყურებთ და მხოლოდ აი ეს ტლიკინა ტელეწამყვანი რომ მგონივართ, ამაშია საქმე. ეხლა მომიყევი სკოლაზე. იცი რატო გეკითხებ? იმიტომ რომ სკოლა ეხა ესეთი რაღაცა დილას უნდა ადგე, უნდა წახვიდე. დილას არა. შეჭრილის მენა ვარ. მაგრამ დილას მინდა რომ ვიყო. შეჭრილი, შუა არის? ეგ ძალიან მაგარი არის. და დილას არ დგები? მაშინ მეც მეყვარებოდა სკოლა, კაცო. არ მიყვარს. მე დილას მინდა რომ ვდგე, იმიტომ რომ მე ცოტა გვიან მოვდივარ. და მაქინა სახში არ მივდივარ.
ან ფორტეპიანოზე მივდივარ სამშაბათს იქიდან. რამე საგანი არის, რომელიც მოგწონს? სკოლაში? კი. კი, ყველა მომწონს, მაგრამ ყველა როგორ შეიძლება მოგწონს? განსაკუთრებული. აბა რომელი? სამია, მათემატიკა, ინგლისური და გერმანული. შესანიშნავია, ინგლისური და გერმანული გავიგებ. მათემატიკა მაოცებს ხოლმე, როდესაც გოგონები ამბობენ ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით. მათემატიკაში რა მოგწონს მითხრა? აი, რო ვიგებ, მაშინ მოწონს. ამოცანის ამოხსნა მოგწონს, ხო? ანუ და რო იგებ იმას? რაღაც მარტივად რო ვიგებ, აი მაშინ მოწონს. როცა ვერ ვიგებ, მაშინ არ მოწონს. გაასაგებია. დღეს ვისთან ერთად მოხვედი? დედასთან, მამასთან, ჩემ დასთან, მირზა და ნათიასთან. ხა ალბათ მაგაში მეკითხები ვინები არიან? პაპა, მირზა და ნათია. პაპა თქვი? პაპა? აბა პაპა. აი. გამარჯობათ პაპა. აი, დარწმუნებული ვარ, რომ ამაყობთ ასეთი შვილიშვილი რომ ყავთ თქვენ შემოგევლეთ. დედას მინდა ვკითხო. გამარჯობა. მათემატიკა უყვარს? კი, ნამდვილად. ყველა საგანი ძალიან უყვარს, ძალიან შრომის მოყვარია. როგორ სიამოვნებს ახლა ამას რო ამბობ, წარმოიდგინე. ცელქია? ზომიერად, სხვათა შორის არ არის. აი, სიცელქით არასდროს არ გამოირჩეოდა. ყოველთვის აქტიური ბავშვი იყო, მაგრამ სიცელქით, აი, რო გითხრათ სიმართლე არ გამოირჩეოდა. შენ დაძმა ყავს? და. აბა? მარიამი. მარიამი და არის, ძმა არა. და ყავს, კი. მარიამი რამდენი წლის არის? 6. 6. შესანიშნავი. ხო არ გაბრაზებს? ცოტათი. რას მეუბნები, როგორ შეიძლება ესეთ ანგელოზმა ბავშვმა გაგაბრაზოს? რას გაბრაზებს? ანუ გაბრაზება რა, ცოტათი ნერვებს მეშლის. ხო და ეგ როგორია, ცოტათი ნერვებს. ძალიან წყნარად ზის. აბა როდის გიშლის ხოლმე? დავალებებს. დავალებებში ხელს გიშლის? ეგეც მღერის. აი რო წერ რაღაცა, მე აღარ ჩერდება. მართლა? მე საყვარელი ხარ. ძალიან კი? რა სიმღერას მღერი ხოლმე? უთხრა, რითი უშლი ნერვებს? ნებისმიერ სიმღერას. იმ მომენტში რაც მოუვა, ესე ხო? ან მოიგონებს. ან მოიგონებს, ხედავ, მოგონებად შეუძლია სიმღერების. ხო, იმე, რა კარგია, ესე მე როგორ მინდოდა, ეს მე არც დამყავს და არც ძმა და არც არავინ არ მიშლიდა ნერვებს. და შესაბამისად დავრჩი მარტო. არ ვარ გაეკა. შენ კიდე შესანიშნავი დაკავს. ჯერჯერობით. მე კიდე ან ძმა იქნება და ეგ უკვე მე მშობლებს მიაკითხე მაგ თემაზე თვითონ იციან მაგათმა. გოგოების მამავ, როგორ გიკითხოთ, როგორ ხარ? უძლებთ დარწმუნებული ვარ, ხო? არც ისე, უფრო სიამოვნებას ვიღებ. რა თქმა უნდა, ასეც იქნება. გადასარევი ამბავი, მოკლედ, შესანიშნავი ოჯახი ხართ. ახლა კი სიმღერის დრო დადგაო. ხო მართალია? რა სიმღერა უნდა გვიმღერო? ვარსკვლავები და ცისარტყელა. ახ, ცირსკვლავები და ვასარტყელა? ვარსკვლავები და ცისარტყელა. კი ბატონო, მაშინ მოვისმინოთ ეს ყველასათვის საყვარელი და შესანიშნავი სიმღერა. ცისარტყელა ზედამთვარე ღერის ყველა ამ სიმღერას ღერის ყველა გათენდება და მზე ამოვა და ღამდება
ელენე მურმანიშვილი. აპლოდისმენტები შესანიშნავი სიმღერისთვის. ცირსკლავები და ბასატ უკაცრავად ვარსკლავები და ცისარტყელა. ასეთი შესანიშნავი შესრულებისთვის რაღა თქმა უნდა საჩუქარი უნდა მიიღო შენ და არა ერთი, მაგრამ ჯერ ერთით დავიწყოთ. ამისათვის ვინ გამოვიძახოთ ჩვენთან? ფაგიო! აი, მოემართება ფაგიო. აქ არის ყველაფერი იმისათვის, რომ გაციებას დაასწიო თავი, რომ არ გაცივდე და ინფექციებისგან იყო თავისუფალი ყოველთვის. აი ასე დედამ იცის ფაგიო. და რაღა თქმა უნდა, შემდეგი საჩუქარი გველოდება კიდევ, რომელსაც მოგვიცუნცულებს ყველაზე საყვარელი ლოკომოკოს ლომი. ესეც თქვენ ძვირფასო შესანიშნავი საჩუქარი ლოკომოკოსგან და იმედისგან მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ თქვენს წინაშე იყო ელენე მურმანიშვილი.